ეხლა თუ დადოვა. მოუწოდე კიდე ერთხელ ის საკითხი კონფლიქტი ამოწურდა თავმჯდომარეში. მოусმენ კითხვებზე გასცემს პასუხს, მისინება არ გასცემს, მისინება არ. კიდე ერთხელ გიმეორებ რა. Press მიმართ გამოყენებულია გაძევების გადაწყვეტილება მეკეთა ბავშვი დაემოცილი. კიდე ერთხელ გიმეორებ ბატონო. თქვენ რო რეგლამენტი მოიგეთ თქვენზე. არა თქვენზე რომ მოიგეთ. არაფერი განსხვავებული თემაზე როცა მოსახლეობის სრული იყო რომ დასრულებოდა თავმჯდომარის ანგარიში მოესმინა და დღეს ამ კრიზისში გაჭირვებული ხალხი რომ 4 თვის განმავლობაში ერთი თეთრითაც არ დაუხმარებილა ამ ადამიანებმა ეცადეს რომ როგორმე საკუთარი თავი ისე ვერჩინა და თქვენ აჯარიმებთ ხელისუფლება მოვიდა რომ ეს კითხვები დაესვა თავმჯდომარეს თქვენ გამოიყენეთ ყველაფერი იმისთვის რომ ეს ხმა არ გაიგონოთ იმათი პრეტენზია იმათი მოთხოვნები ეხლა გინდა რომ მე დავტოვო კიდე დარბაზი იმიტომ რომ არ გესმოდეთ შვიდაც არა მიჭდე არის სამი ნაცნობრავა საღამოს მისლი გესტუმრება კიდე სახლში სადღეგრძელოს შესვლა რაყენ გამშვიდა არა ხალხი დავაბოლეთ აი ეს იქნება თქვენი სიტყვები იმ სადღეგრძელოში კიდე ერთხელ გიმეორებ რომ გააგრძელეთ პირველ რიგში თქვენი მხრიდან ძალიან უხერხულად ჩანს ეს ყველა ჩემი მხრიდან რა ჩანს უხერხულად მე ვაგებ ჩემს აქციაზე თქვენ უმეხმარებით მაგაში კიდე ერთხელ ვამბობ რა მე ჩემს აქციაზე თვითონ ვაგებ პასუხს ბატონო მაგისტრის ვაშვაშია ჭირა კიდე ერთხელ გიმეორებ რა ისე შენს თავზე მორგებული რეგლამენტი და ყველაფერს აკეთებ ეხლა რომ არ გესმოდეს გაჭირვებული ხალხის მასი არ იქნება არ მემორჩილებს ჩემი არა ის ხალხი გარეთრო იქა ის ხალხი გარეთრო იქა და არ უშველს და რომელსაც აჯარიმებს ამდენხანს რატო არ დაელაპარაკე ამდენხანს რატო არ დაელაპარაკე ამდენხანს არის ძალიან ხوار ნუმერში დავებინე მაგრამ კანონმდებლობაში ძალიან ხوار გამოგზავნე ელგუჯა ძალიან ხوار გამოგზავნე და ნუმერში დავებინე ეს ნავები ახლა დამას ხელს უშლია კანონმდებლობა ნუმერში დავებინე ძალიან დავასწავლე და გავარბეთით ელოდები ადამიანის სრულებია საუბარი და საგებია დარბაზ ნუმერში დავებინე კი ბატონო მე კანონმდებლობის გზამდე მე დავასწავლე საუბარს და დაძაბული სიტუაცია უმოკლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიანი რომელიც გახდა ნაცმოძრაობის წარმომადგენელი მას მოსთხოვა დავით გაბაიძემ სხდომის დატოვება თუმცა ელგუჯა ბაგრატიანი არ ტოვებს სხდომას დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიანი თხოვს იმას რომ მოქალაქეებს რომლებიც ახლა საპროტესტო აქციას მართავენ უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობთან მიეცეთ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მოქალაქეები ამ შემთხვევაში გარეთ არიან გარემოვაჭრეები რომელსაც აჯერიმებენ გარევაჭრობის გამო და არ ეძებათ მუშაობის შესაძლებლობა მათ ჰქონდათ სურვილი რომ შეხვდროდნენ თორნიკე რიჟვაძეს თუმცა ვერ მოახერხეს და ასევე სხდომაზე დასწრების უფლება მათ ვერ მოიპოვეს დავით გაბაიძემ ამ მოქალაქეებს ან ერთ-ერთ მათგანს მაინც არ მისცა საჯარო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა სხდომაზე გამოცხადა ტექნიკური შესვენება იმისთვის რომ ელგუჯა ბაგრატიანის დაეტოვებინა დარბაზი თუმცა მან ეს მოთხოვნა არ შეასრულა მანდატური ახლა ჩემს წინ დგას მან რამდენჯერ მოუწოდა დეპუტატს რომ დაეტოვებინა დარბაზი თუმცა ეს მოთხოვნა დეპუტატმა არ შეასრულა და ამ დრომდე გრძელდება კამათი დავით გაბაიძესა და დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიანის შორის დღეს თორნიკე რიჟვაძე აბარებს ანგარის უმაღლეს საბჭოს მას დაკავებული აქვს ტრიბუნა როგორც თქვენ ხედავთ თუმცა დეპუტატებს ჯერ მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ანგარიშის მოსმენა არ დაუწყიათ რადგან კამათი გრძელდება ელგუჯა ბაგრატიანსა და დეპუტატებს შორის და უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის შორის. დავით გაბაიძე როგორც უკვე გითხარით მოსთხოვს ელგუჯა ბაგრატიანს რომ დატოვოს სხდომა, პლენარული სხდომა, ეს რიგარეშე სხდომა, სადაც თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. თავრობის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს რომ სხდომის ჩატარებას ხელს უშლის ელგუჯა ბაგრატიანი, რომელმაც მოითხოვა მოქალაქეების დასწრება სხდომაზე. ის არ ტოვებს სხდომას, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მანდატური აქვე დგას, ის ისე მოუწოდებს ელგუჯა ბაგრატიანს რომ დატოვოს სხდომათა დარბაზი, თუმცა დეპუტატი ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ ასრულებს. დავით, შენგეთობა სახეზე რომ აღვარვალე. მაგრამ სხვა რამისთვის აღვარვალე. შენ სხვა რამისთვის აღვარვალე. იმათ გაჭირვებისაკი არის.
ჩვენ საკუთარი სტამის შესანარჩუნებლად ეხა კანდიდატად მოიაზრებით მისლებით თურმე თავმჯდომარეობის შემდეგ და აი მაგის ცდელობა მაგის აღვარვალებ მამიანის ცდელებს მაგრამ ეს ხალხი ნამდვილად არ გაინტერესებს ასია საუბარი ეს ისედაც ამიტომ გააგრძელეთ ხმა მოუსვეს არ ჩავერევით საერთოდ და როცა მორჩება გასვამს თუ არა შეკითხები არჩაკარდება ხო დელებული ხარ და რატო ყოფილი ხარ ნუ არა გვიღო ტექნიკური შესწავლა აი ამას რეგლამენტი მოიგო საკუთარ სანამ თქვენი კამერა ბატონი ელგუჯას თავზე გას არ დაიწყო მისთვის აკეთებდა ბაშო თავზე ჟურნალისტებს მოუწოდა დავით გაბაიძემ რომ კამერები აღარ იყოს, კამერები აღარ გადაუღოს ელგუჯა ბაგრატიონის, რადგან კამერებზე მუშაობს იდეაში ელგუჯა ბაგრატიონიო. უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ესაუბრება ამ შემთხვევაში ელგუჯა ბაგრატიონს. მე ვიცი რაც გადავიღო ძალიან ხო ნუ მიმითითებ რა თქვენ ძალიან ხო გასწია რატო მითითებ რატო მითითებ რატო მეჩხუბები მიხე თქვენ და შეგეკითხავთ ანოში ისტერია ჟურნალისტები და გიგოს გამოყოფილი ანოში ისტერია ჟურნალისტები და ტელევიზიაში ზვიად გადამოაქეს ზვიად აქედან მოდიდან ხარ ზვიად აქეთ მოდი ალაგ გამოგალაკებს რას პასუხი გოგი მიკროფონი მომერაგე ხო ეს მიჩქარა არა გეუნები არ გაგივარ მაგალითად კიდე გეუნები ბატონო იმედი მაქვს მართლა გეუნები გუწმენ ბატონო არა ვყიდი ხო არ ვარ იმე თორნი მართლა გეუნები გუწმენად რა ამას რომ მორჩები თავისუფალდებოდ რა შემეხმიანეთ და იმ პრობლემებზე რაც არის კაბინეტში გესტუმრებით ვისაუბრეთ იმიტომ რომ თქვენთან როცა მოვდივარ ან დაცვა არ გვიშვებს კი ბატონო ან დაცვა არ გვიშვებს იქა სიამოვნებო თქვენ არ წვიდა როგორ დამას ბატონმა დავითვა ფსრას რომ აძლევს ბატონო ხოვეთ მაშინ როგორც არის ხოვეთ იქნება მოხსნილა ამაზე ვაშეთქე ბატონო და თქვენმა არა მოკალაკე შემოუშვით მე ვითხოვო თავმჯდომარესთან რომ დასვით თქვენს ადგილას თქვენ გამძანთ მოკალაკე შემოუშვით კი ბატონო მე ხავე გამოვიდა ბატონო აი მოკალაკისთვის ტოვებამ დარბაზს ელგუჯა ბაგრატიონმა დეპუტატმა დატოვა სტომის დარბაზი უმაღლეს საბჭოში. ის არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და აპროტესტებდა იმას, რომ მოქალაქეს არ მიეცა შესაძლებლობა დაასწრებოდა საჯარო სხდომას უმაღლეს საბჭოში. მოქალაქეები დღეს უმაღლეს საბჭოსთან აპროტესტებენ იმას, რომ მათ გარევაჭრობის შესაძლებლობა არ მიეცათ და აჯარიმებენ. ისინი ითხოვდნენ თორნიკელიძესთან შეხვედრას, თუმცა ვერც არც ამის შესაძლებლობა მიეცათ. დღეს თორნიკელიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აბარებს ანგარის აჭარის უმაღლეს საბჭოს და დაპირისპირება სწორედ ამ სხდომაზე იყო. რამდენიმე წუთით ადრე ტექნიკური შესვენებაც იყო გამოცხადებული უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, თუმცა მანდატურებმა ვერ მოახერხეს ის, რომ ელგუჯა ბაგრატიონს დაეტოვებინეს სხდომა. დავით გაბაიძე მას ითხოვდა სხდომის დატოვებას იმ მიზეზით, რომ ის ხელს უშლიდა სხდომის მიმდინარეობას. საბოლოოდ თორნიკელიძესთან გასაუბრების შემდეგ დატოვა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომათა დარბაზი იმ პირობით, რომ მოქალაქე შემოვა დარბაზში და დაიკავებს დეპუტატის ადგილს. არ გეუბნებით რომ დატოვეთ დარბაზს, მაგრამ დავიციოთ ცოტა უკავრო მოგვეცეს მუშაობა. თუ ამისთვის ვარ მოსული რა, თუ ება იმისთვის მოვედით რომ შოუს ვიყოს კი ბატონო, მაგრამ სხვანაირად თავმჯდომარე მოხსენებას ვერ გააკეთებს, რომ ვერ დავსვამ კითხვებს, აგებნება პასუხები და ასე შემდეგ. მადლობა.
განვაგრძობთ თომას აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად თემსმენმა უმაღლეს სამწუხაროა გაიარა რეგისტრაცია შესაბამისად შესვენების შემდეგ მინერალურ პრივატურ შეუდგეთ მუშაობას ხო დარბაზში სიჩუმეს და ბატონ დონიგებს კონტროლს ბატონო დავით სანამულში ბატონო დონიგეს ანგარის მანამდე ფაქციის სახელით გადაგაცხოვდება განცხადების ეტაპი არ გვაქვს ბატონო ასა შესვენებას ითხოვს ფრაქცია რამდენიმე წუთიას ჩვენ ამის უფლება გვაქვს რეგლამენტი მე ვერ გამოვაცვალებ ამ შესვენებას იმიტომ რომ მთელი ეს პერიოდი კიდევ მინდა რომ ყველა მიცოდეს როგორ დაიგეგმა ეს ხტომა ჩვენ მუჩი 6 საათისთვის მივიღეთ ინფორმაცია ფრაქციას შესვენების ჩვენ ხომ უნდა გქონოდა დრო და საშუალება იმისა რომ დეტალურად გავცნობოდეთ თქვენ იმ თავითვე დაგეგმეთ რომ თავიდან აგეცილებინათ ჩვენი დებატებიც ჩვენი სხვავი კითხვებიც იმ ადამიანების შემოსვლაც ალბათ იმიტომ რომ მთელი მუშინდელი ფრის განმავლობაში ჩვენ მუშაობთ ბატონი თორნიკეს ანგარიშში რა თქმა უნდა გვაქვს ბატონო ასვარ ეხლა მე მგონია რომ თქვენ შემთხვევაში გაცილებით სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამიტომ იმაზე ნუ ვიკამათებ რაც ჩემზე კარგად იცით მოთხოვნის უფლება ჩვენ ეხლა დავუბრუნდით შესვენებიდან და წარმოედგინეთ 4 ფაქცია ვარ შემდეგ რომ შემოვარ ლია ვერძაძე მოითხოვა შემდგომ დავით მაციკაძე შემდგომ ირაკლი ჭეიშვილმა ხალხს საინტერესებს გავიგეთ უმანეთ მოისმენთ მაგრამ ჩვენ აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე გვაქვს და გვინდა მოთხოვ რამდენიმე წუთიანი შესვენება ჩვენივე კონსულტაციისთვის და გავიგოთ შემდგომი ჩვენი მუშაობა თქვენი პოზიცია მოიცნეს მადლობა მე პატივს შემთხვენას მაგრამ თქვენ უნდა გაიფოცნოთ ჩვენი პოზიცია და რაც თავარია ჩემი არა იმ რეგლამენტის პოზიცია რომელიც ამარ სამოქმედო დოკუმენტს წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს ამაზე ვიდამატებს მადლობა და გავიგეთ ხო ბატონო თორნიკე დავიწყოთ მოკეთ მოთხოვნა შესვენებაზე არ დაგმაყოფილდა ელგუჯა ბაგრატიურმა დატოვა სტრომის დარბაზი მან იმ პირობით დატოვა თავისი სავარძელი რომ მოქალაქეს დაუთმობდნენ ამ სკამს თუმცა მოქალაქე ჯერჯერობით დარბაზში არ შემოსულა საუბარი გარემოვაჭრეებზე რომლებიც დღეს საპროტესტო აქციით დახვდნენ თორნიკე რიჟვაძეს და მათ ვერ მოახერხეს შეხვედრა როგორც დავით გაბოიძესთან ასევე თორნიკე რიჟვაძესთან და მსხვილზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ უადგილობის გამო თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აბარებს დღეს ანგარის აჭარის უმაღლეს საბჭოს. დარბაზში საკითხებზე მინდა ყველაზე რელევანტურ აქტუალურ საკითხს შევეხო და ეს რა თქმა უნდა არის ქვეყანაში და სოფლიოში არსებული ყველაზე დიდი გლობალური გამოწვევა ეს გახლავთ COVID-19 ინფექცია და ამ მიმართულებით იცით რომ სახელმწიფო იანვრის ბოლოს უკვე პერიოდის ხელმძღვანელობით შედგა ხებათა შორის საკოორდინაციო საბჭო და ამ საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე ვერტიკალი ჩაიშალა ყველა რეგიონში აჭარის სამოქმედო ოპერატიული შტაბი, რომლის მუშაობის შედეგად ჩვენ დღეს მდგომარეობით უკვე ვერტიკალია არ გვაქვს არც ერთი ახალი ინფექციის შემთხვევა, ბაქუმი აჭარა არის ერთგვარი ზონა, თუმცა ეს არის რა თქმა უნდა შუალედური შედეგი, რომელსაც ჭირდება გაფრთხილება, რომელსაც ჭირდება მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დასაწყისში მინდა გამოვხატო უგრუმესი პატივისცემა ჩვენი მეტპერსონალის მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ ზოლაში იყო ფრონტის წინახაზე. გაჩერება კონკრეტულად განხორციელებულ ღონისძიებებს თქვენ იცით რომ ჩვენ ფიქსირად მოვახდინეთ ბიუჯეტის გადახედვა, შემუშავეთ საგანგებო ბიუჯეტი, დაახლოებით 23 მილიონი მოხმარდა ამ კონკრეტულ გამოწვევას, ეს არის მიმდინარე პროგრამები, მათ შორის ამ თანხების მობილიზება განხორციელდა საქონელი მომსახურების შეზღუდვის შემცირების ხარჯზე, ასევე იცით რომ ადმინისტრაციული ხარჯები ჩვენს აპარატის და მათ შორის წევრი ხარჯობდაცვის რეგულირებებში შემცირდა მნიშვნელოვნად და ამავე დროს
ის კონკრეტული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ერთის მხრივ შეჩერებას და ეს გულისხმობდა, რომ რა თქმა უნდა პირველ პლანზე უნდა ყოფილიყო ჩვენი პროფესიონალები, ეპიდემიოლოგები და ყველა უწყება. უკვე ცხტომა გრძელდება მოქალაქე არ შემოსულა სხდომათა დარბაზში. მე შეგახსენებ, რომ დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიევმა ამ პირობით დატოვა სხდომის დარბაზი, რომ მოქალაქეს მიეცემოდა დარბაზში შემოსვლის შესაძლებლობა. გარემოვაჭრები საქმის აქცია უმაღლეს საბჭოსთან, რომელსაც არ ეძებათ მუშაობის უფლება და აჯერიმებენ მერის შესაბამისი სამსახურები. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ჩვენს არხზე ბათუმელები.g, net.gazeti.g, ჩვენ მოგაცეთ განახლებული ინფორმაციას მათ შორის იმაზე, თუ როგორი მოხსენება ექნება თამი კერეჟოვაძეს, რა სიტყვის ის და რა სიტყვიან მას დეპუტატები. მადლობა რომ გვიყურებთ, დროებით.